როდესაც ინგა აფეთქებდა საყდრის ბიძინა ივანიშვილი და ანგრევდა ქვემო ქართლს და მილიონობით ხეჭრიდა არ ითვალისწინებდა რომ ეს ცნობადი გახდებოდა და ყველა გავიგებდი და აღშფოთდებოდით ხო მაგრამ ხო დაიკიდა ფეხებზე როდესაც ის სახელმწიფოს ყიდულობდა როდესაც სასამართლო სამთავრობო საკანონმდებლო ხელისუფლებას ითვისებდა როდესაც მთელი ბიზნესი ოჯახში მიქონდა როდესაც საქართველოს საბანკო ანგარიშად აქცევდა ხო ითვალისწინებდა ამას ეს ყველაფერი ცხადი გახდებოდა როდესაც გვპირდებოდა სამუშაო ადგილებს მაღალ პენსიებს უფასო ფულს უპროცენტო კრედიტებს სამუშაო ადგილებს 150 ფაბრიკა ქარხანას და ყველაფერს საუკეთესოს ხო ითვალისწინებდა რომ ეს ტყუილი გაიშიფრებოდა მალე და მე გითხრა რა წად გერმანიაში მუშაობ კარტოფილით ხარებდო ხო არ არის მისთვის არა იმიტომ დავიწყე მე ეს გამოსვლა აი ვერაგობა და სიყვარული ვერაგობა და ივანიშვილი ვერაგობა ამის ხელობა ვერაგობა ფარული კულისების იქით ბანდიტობა ძარცვა თაღლითობა ეს არის მის სისხლში მის გენეტიკაში და ეს მოევლინა სასჯელად ღვთისგან არა ალბათ ეშმაკისგან და პუტინისგან საქართველოს თუმცა ღმერთი რა თქმა უნდა დაგვეხმარება მაგრამ ჩვენც ხელი უნდა გავანძირო და ძალიან მალე მოვიცილოთ აი ეს უბედურება რომელიც ფაქტურად წარმოადგენს გველეშაპს აი ზღაპრები ახლა ჩვენი ზღაპრები დიდი ფილოსოფიისა და დიდი სიღრმის შემცველი ნაწარმოებებია აი სოფლის წყალს რო დაეპატრონა ის დევი და მე მზეჭაბუგი გამოჩნდა და ის დევი რო მოაცილა და სოფელში მოვიდა წყალი აი ეს არის აი ის დევი ის ბოროტი დევია ბოროტი კარლიკია უпроსტად ის დევი კიდე რაღაცა ვაჭკაცობით გამოირჩეოდა ალბათ ხო დარწმუნებული ვარ ამიტომ ეს ყველაფერზე წამსვლელია თქვენ გონიათ რამეს აკეთებს ეს ღიად რა ვის გაუკურდება ახლა მუხრანში ალიევთან ამის შეხვედრა როცა ყველაფერი ფარულად აქვს გაკეთებული ბიზნესი გაფორმებულია ოჯახის წევრებზე ახლო კლანზე ხო მის სახელზე არ არის აგერ დაუსანქცირეს სოფლიომ გაიგო რომ ეს არის ყველაფერი ხო სახელმწიფო გაფორმებულია თავის სახელზე მაგრამ ფორმალურად ღარიბაშვილი პაპუაშვილი ის რა ვიცი ვინც არიანი სალომე ზურაბიშვილი ვითომ ისინი წარმოადგენენ ქვეყნის სამდვილის თვითონ არის კანონს თვითონ იღებს კანონს თვითონ ცვლის საგარეო პოლიტიკას თვითონ განსაზღვრავს არჩევნებს თვითონ ატარებს ყველა თანამდებობის თვითონ ნიშნავს ბიზნესი მისია საქართველოს ტერიტორია ხებს ვიმეორებ კრიმინალი ჩვეულებრივი ტერორისტი რომელმაც ქვეყანა აიყვანა მძევლად აფარებული აქვს ქვეყანა ასე არ მინდა ვთქვა ახლა ლეღვის ფოთოლებით მაგრამ დაახლოებით აი ამასაც მაგონებს ზოგჯერ აი მისი გუნდის წევრები ლეღვის ფოთოლს მაგონებენ რა თქმა უნდა ქვეყანა მთლიანად არა მძევლად ყავს აყვანილი და ამ მძევლობით ვაჭრობს და გუშინ იყო ამ მძევლობით ვაჭრობის ერთ-ერთი ეპიზოდი შატო მამაზე აუცილებლად აგებს ის პასუხს მისი ზეობა მთავრდება მთელი მსოფლიო მის წინააღმდეგ არის მთელი მსოფლიო გვეხმარება იმისათვის რომ ეს ჭირი და ეს ვნება და ეს უბედურება